როგორ შეგიძლია დაამარცხო ნებისმიერი ძლიერი ძალა, თუ კი ამ ერთ რაღაცას მოახერხებ. და ამ რაღაცას ქვია დაუკარგო ადამიანს უნარი, მეტი ვერდი არ გვაქვს, კაი. დაუკარგო ადამიანს უნარი, რომ ეს არის კარგი, ეს არის ცუდი. ეს არის ადამიანი, რომელიც უყურებს ამ რაღაცას. საკმარისია აურიო ინდიკატორები და ცუდზე აფიქრებინო რომ კაია და კარგზე აფიქრებინო რომ ცუდია. მორჩა დედა აქ ნადირები. ეს სტრატეგია მუშაობს კაცობრიობის შექმნის დღიდან დღემდე. პირველი ცდუნება რაც ადამიანს და ევას, ეს თუ ადამია, ეს არის ევა. ევა უფრო წელში გამოყვანილია. ეს არის ევა. პირველი ცდუნება რაც ადამიანსა და ევას შეიქმნა, გამოიყურებოდა ზუსტად ესე. მივიდა ევა, დაინახა ხილი, რომელზეც ღმერთმა უთხრა, რომ ეგ არ ჭამოთ, ეგ ცუდიაო. ანუ მაგის ჭამა ცუდიაო. მაგრამ აქეთ ნახე რამდენი კაი რაღაცა ხდება, მაგ ერთის გარდა, აქეთ რაც ხდება, ყველაფერი კაიაო და ამ იქედან რაც ყველაფერი შენთვის კაია, შეგიძლია ჭამო იმდენი რამდენიც გინდა. ყველაფრიდან ყველაფერი შეგიძლია ჭამო რამდენიც გინდა. მაგრამ მოვიდა მე ერთი არსება, რომელზეც პირობითად ვიცით, რომ გველია ესეთი. და ამას უთხრა, რომ ეგ რაც ღმერთმა გითხრა, რომ ცუდიაო, ეგ კაიაო, პირიქით ასინეთა, პირიქით ხო იცი? და ის რაზეც გითხრა, რომ კაიაო, ეგ ცუდიაო, თუ ამერია შენს გადაადგია. ადგა ეს ჭამა ის რაც ცუდი იყო, იმიტომ რომ ეგონა რომ კაი იყო, მერე მოვიდა და მის ძვირფას მეუღლესაც უთხრა, რომ ბიჭო, იმანო გითხრაო, რომ ესა კაიო, ყველაფერი რაც ედემის ბაღშიაო და ერთ ხეზე რო გითხრა რომ ცუდიაო. სინამდვილეშიო ესაა კაი და ისაა ცუდიო. და ამანაც გააღლაჭუნა და ეტირა ორივეს ყოფა. ეს სტრატეგია დღემდე მუშაობს. და გამოიყურება ესე. სიმდიდრეზე ადამიანებს ეუბნებიან რომ არის ცუდი. ეს არისო ცუდიო ეუბნებიან. და სიღატაკე არის კარგი ეუბნებიან. სიმდიდრეო არისო მატერიალიზმი ეუბნებიან და სიღატაკე არის სულიერი ცხოვრებაო. ამჩნევ სტრატეგიას. მოდი ახლა შევხედოთ რის მიხედვით უნდა დავასკვნათ რაღაცეებზე. კაია თუ ცუდია. რის მიხედვით უნდა დაასკვნო. ერთ-ერთი ვერსია რომ შენით გამოსცადო. გამოსცადო ერთი, გამოსცადო მეორე და თქვა რომ ბიჭო ეს მირჩევნია ძმაო. კუჭი რომ იხმება მირჩევნია, რომ ცივა მიხმება, მშობლებს კურნალობ მისწორდება, შვილს რომ ძირითადად ყველაფერზე ვეუბნები, არა შვილო ახლა ვერ გიყიდი, იმიტომ რომ ღარიბები ვართ, მისწორდება. გამოსცადო. მე ეს გამოსცადო და ეს თუ არ დაგევასა, მე იტყვი რომ ეხლა ჩემი აზრია ძმაო, რომ ეს მომწონს ის არ მომწონს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში შენს გადაწყვეტილებებზე მოქმედებს წინასწარ მოწოდებული ინფორმაცია, რას უნდა დაარქვა, კაი და რას დაარქვა ცუდი. და მანამ სანამ სიმდიდრე გამოგიცდია და ვიღაცამ გითხრა რომ ეს ცუდია, ერთადერთი რისკენაც ისწრაფი არის სიღატაკე. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ცნობიერად ამბობ რომ არა, სიმდიდრე კაია, შენს ქვეცნობიერში იმდენად ღრმა და ფესვი გადგმული. იდეას რომ სიმდიდრე ცუდია, რომ პირველი აზრი როგორც კი ვიღაცაზე გაიგებ რომ მაგრა ცხოვრობს. პირველი აზრი რომელიც მოგდის და გგონია რომ შენი აზრი არის ის რომ მოიჭვენი მაგან ახლა ხოაზე მოიპარა. თუ ლამაზი ქალი მაგარ მანქანაზეზის ფიქრობ რომ და ეგ აზრებს საერთოდ არ იცოდი იმის შესახებ არაფერი. მაგრამ ვიღაცებმა მოგაწოდეს ისტორიები მანამდე, არა ამაზე, სხვაზე, რომელი ისტორიები ჩვენს ქვეცნობიერში ისე ჩაითესა და ისე გამოიღო ნაყოფი,
რომელსაც დღემდე გემრიელად მიიქცევ. რომ როცა ხედავ კარგს, ცუცს ეძახი და როცა ხედავ ცუცს, სულიერ სიმდიდრეს ეძახი. მაგრამ მოდი გავიგოთ, რას ამბობს და რას ფიქრობს ზოგადად ღმერთი სიმდიდრეზე. იმიტომ რომ ეშმაკი რას ფიქრობს უკვე გავიგეთ. ეშმაკის ნათქვამი კაი და ცუდი რა შედეგით მთავრდება უკვე გავიგეთ. ეს ორი კინკილა ადამიანი იყო, გამოაბუნძულეს საუკეთესო ადგილიდან. სანამ მე კაცი არ მოკლეს, ამათი ცოდვა ვერ იქნა გამოსყიდული. პირველად, როცა ბიბლიაში ვხვდებით სიტყვა ოქროს. ჯერ გავიგოთ ოქრო არ არის სიმდიდრე. ოქრო სიმდიდრის ერთ-ერთი ატრიბუტია. ერთ-ერთი გვერდითი მოვლენა. მაგრამ როცა ოქროს ვხვდებით ბიბლიაში, ამას ვხვდებით დაბადების მეორე თავის მე-11 და მე-12 მუხლში, თუ არ ვწდები. სადაც ვკითხულობთ, რომ ედემის ბაღიდან გამოდიოდა 4 მდინარე, რომელიც წყავდა ამას და იქვე იყო მიწა და ამ მიწაზე იყო ოქრო. და ეს ოქრო კაი იყო. ხშირად როცა გვაინტერესებს ბიბლიაში რაღაცა ტერმინები, რომელსაც შემდეგ ძალიან უცნაურად განგვიმარტავენ ხოლმე სინამდვილეში რა შინაარს ატარებს, ერთ-ერთი მარტივი გზა არის ნახო, პირველად სად არის მოხსენიებული, რა კონტექსტშია მოხსენიებული, რა არის მასზე ნათქვამი, კაია ეგ რაღაცაო თუ ცუდიო და შემდეგ დანარჩენი ყველა განმარტება ამას შეუსაბამო. იმიტომ რომ შეუძლებელია ღვთის სიტყვა ერთმანეთს გამორიცხავდეს. მაშინ გამოდის რომ ღმერთი იტყუება. და თუ აქ გეუბნება კაიაო და იქ გეუბნება ცუდიაო, გამოდის რომ ღმერთი იტყუება და ღმერთი ადამიანი ხო არა იტყუებოდეს. პირველად აქ ხედავთ რომ ოქრო კაია. პირველად ის რომ თან იკაიფე. ედემის ბაღში ცხოვრობს ორი კაცი. არაფერი არ იყიდება, არაფერი არ არის საყიდელი. ტანსაცმელი ამათ არ ჭირდებათ, ჩასაცმელი ამათ არ ჭირდებათ, ერთადერთი რაც ჭირდებათ საჭმელია და ესეც უფასოა. მაგრამ მიუხედავად ამისა, ღმერთმა ედემის ბაღში დადო ოქრო ქვია და მიცა ნაკოლი რომ მანდ ოქროა ბრაცი როიცოდეთ, ბრაცი არა, შვილებო როიცოდეთ, მანდ არის ოქრო. ცოტა ხანში ვიგებთ სიტყვა სიმდიდრეს, როცა ვიგებთ არის აბრაამზე, თუ ავწდები, რომელზეც წერია, რომ აბრაამი იყო ღვთის მეგობარი და იყო მდიდარი კი არ იყო, უმდიდრესი იყო. მაგრამ რითი იყო ახლა უმდიდრესი აბრაამი? აი რა როგორ გაგვაგებინა ღმერთმა რას გულისხმობდა აბრაამის სიმდიდრეში? გეუბნება რომ ეს არის ერთი კაცი. ეს არის ერთი კაცი და ეს ტიპი ძმაო მაგარი მდიდარია. და ახლა შენ დგახარ და ეგ რას ნიშნავს? რას ნიშნავს? აქვს ოქრო, აქვს ვერცხლი, აქვს ყავს უამრავი პირუტყვი. ესე იგი ადამიანს რომელსაც აქვს ოქრო, აქვს ვერცხლი და აქვს პირუტყვი, არის მდიდარი. და სიმდიდრე კაია თუ ცუდი? რა ვიცი, აბრაამი მდიდარი კი არ იყო, უმდიდრესი იყო და წერია რომ ღვთის მეგობარი იყო. ეხლა მოდი დავუჯდეთ და ვიფიქროთ, სიმდიდრე კაიანია და თუ ცუდი? შენი აზრით? სოლომონს როცა ღმერთმა სიმდიდრე კი არა, სიბზნე უბოძა. სოლომონი გახდა ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი. როცა ერთი მეორესთან მიდიოდა, არ მახსოვს რა ერქვა, ვიღაცასთან მივიდა, სახელებში მე მაგარი ჩავარდნა მაქვს, თუ არ გადავხედე და უცებ არ დავიმახსოვრე, ისე ვერ ვიმახსოვრებ, მე თუ უნდა გადავხედოთ ერთად. მივიდა, სიუჟეტს გეტყვი და შეიძლება შენ გაგახსენდეს ვიზია საუბარი. მივიდა და ეუბნება, რომ მე ამ კაცისგან ვარ, მისი შვილისთვისო მინდა ცოლიო. ხო და იმან კითხა ვისგან ხარო და ვისგან ვარო და ამ კაცისგან ვარო. ამ კაცს აქვსო დიდძალი ქონებაო, ოქრო ვერცხლი ეს ყველაფერი აქვსო.
და რა კი დაუხასიათა, რომ ეს სიმდიდრე ჰქონდა, იმან დაასკვნა, რომ ღვთისგან კურთხეული ტიპი ყოფილაო და როგორ ვეტყვი ეგეთ კაცს ვარსო. მაგრამ მოდი მაინც ჩემს ქალიშვილს ვკითხოთ. და ქალიშვილსაც იგივე უთხრეს, რომ კაროჩო რა, შენ გვინდი ხარ ამადამ კაცის შვილის ცოლადო და ეგ კაცი ვინ არისო და ეგ კაცი მაგარი მდიდარი ტიპიაო რა, ოქრო აქვს ვერცხლი პირუტ ყიყავს. ამან უთხრა ხო არა, მე ინდაო მაშინ. რატო? იმიტომ რომ სიმდიდრეში ადამიანები ხედავდნენ ერთადერთ რაღაცას. თუ ამ კაცს აქვს სიმდიდრე, ესე იგი ღმერთმა მოუმართა ხელი. ხო, მაგრამ ამდენ ბოროტს რო ვხედავთ მდიდარს. ლეგიტიმური კითხვა. ლეგიტიმური კითხვა. ერთადერთი ეგ იმაზე მეტყველებს, რომ არსებობენ მდიდარი ბოროტი ადამიანებიც. და ეგ ანიშნავს იმას, რომ ყველა მდიდარი ბოროტია და თუ შენ გინდა სიმდიდრე, ბოროტი უნდა გახდე. ან თუ გამდიდრდები, ან სიმდიდრე თუ გინდა, ბოროტი ხარ. ხო, მაგრამ ქრისტემ რო თქვა, რომ მდიდარი უფრო ძნელად გაძვრებაო ნემსის ყუნჩიო, თუ აკლემი უფრო მარტივად გაძვრება ნემსის ყუნჩიო, ვიდრე მდიდარი შევა ღვთის სასუფეველშიო. მართლა თქვა ეგეთ რაღაცა? დარწმუნებული ხარ? კაია თუ დარწმუნებული ხარ, იმიტომ რომ მართლა თქვა. მაგრამ თავარი არ არის რა თქვა, თავარია როდის თქვა, ვის უთხრა და რატო თქვა. იმიტომ რომ თუ კონტექსტი არ გვესმის სრულად, კონტენტის გაყალბება მარტივია. ნახე, კონტენტი არის რაღაცა, მაგალითად ფაქტები, რაღაცა ისეთი. ამან ხო ესე თქვა, ამან ხო ესე თქვა, ამან ხო ესე თქვა. და ამ ფაქტებიდან შენ რა დასკვნას გამოიტან, დამოკიდებულია მთლიან კონტექსტზე. ანუ რა ხდებოდა მანამდე, რა ხდებოდა შემდეგ და ეს მთლიანი კონტექსტი დაგანახებს ამ კონტენტის ნამდვილ არსს. სანამ დიდარს ეტყოდა, რომ აკლემი გაძვრება ნემსის ყუნჩი, ვიდრე შენ შეხვალ სათა სასუფეველშიო. მანამდე ხდებოდა ის, რომ ქრისტესთან მივიდნენ ბავშვები. და მოწაფეებმა უთხრეს, დაახვიეთ ბავშვებო აქედან მოაწუხებთო, მოძღვარსო და ქრისტემ უთხრა, რომ ხო რა გადავაქვთო, მოუჩვითო ბავშვები ჩემთანო, იმიტომ რომ მათნაირების არის ღვთის სასუფეველიო ზეციერი სამეფო, როგორც უნდა დაარქვი. ცოტა ხანში მოდის დიდარი და ეუბნება, რომ კარგო მოძღვარო, რომელ კარგ საქმეებს უნდა ვაკეთებდე იმისთვის, რომ დავიმკვიდრო ღვთის სასუფეველიო. მოდი სანამ აქეთ გადავალთ. რა არსებაა ბავშვი? ბავშვი რა არსებაა? ბავშვი არის არსება, რომელიც თავიდან ბოლომდე იმისთვის, რომ გადარჩეს, იმისთვის, რომ იცოცხლოს, იმისთვის, რომ იარსებოს, დამოკიდებულია სხვაზე, უფროსზე. ვიღაცაზე, ვინც მას უზრუნველყოფს ყველა საჭირო რაღაცეებით. ბავშვი არის არსება, რომელიც დამოკიდებულია ვიღაცაზე, ვინც ბავშვს უზრუნველყოფს. და ამ დროს მოდის მდიდარი და ეუბნება, ეხლა მე რა ვქნაო ძმაო და რა საქმეებს აკეთებ ბავშვო? რო ამბობ რა ვაკეთო კიდე? ჯერ რასაც აკეთებ, მოდი იმაზე ვილაპარაკოთ. და მან თქვა, რომ ყველაფერს ვაკეთებო, რაც მოსეს რჯულით არის რაც მევალებაო. ამას არ კლარ, იმუშო, არიპარო, ესქენი. ერთ-ერთი იყო მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდესო. და ამას ყველას აკეთებო? კიო. ქრისტეს პასუხმა აჩვენა არა ის, რომ ამ კაცის პრობლემა სიმდიდრეში იყო. აჩვენა, რომ ამ კაცის პრობლემა ტყუილში იყო და მისი პრობლემა სიმდიდრეზე დაიმედებაში იყო. და ნახე რა მარტივად. ამბობ, რომ მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარს? კიო, მაგასაც ვიცავო. და შენი მეზობლები, მოყვასები, ვისთანაც ერთად ცხოვრობ, შენსავე ცხოვრობენ? ისე აცვიათ, ისე ცხოვრობენ, როგორც შენ, ისე ჭამენ, როგორც შენ. იმიტომ რომ თუ საკუთარი თავივით გიყვარს და არ მატყუებ, მაშინ ეგ ყველაფერი გაყიდე. არა იმიტომ რომ ეგ არის ცუდი, ეგ პირიქით კაი არის სიმდიდრე, ამიტომ ახლა გაყიდე. და მიეცი იმას, ვიზეც ამბობ, რომ საკუთარი თავივით გიყვარს. და ამ ტიპმა რამე სხვა გეთქვა ჩემოც. მაგას ვერ ვიზამოთ. ნახე, პრობლემა ის კი არ არის, რომ დიდარი ხარ. პრობლემა ის არის, რომ დაიმედებული ხარ. იმიტომ რომ თუ მეკითხები, ზეციერ სამეფოში მინდა შესვლა, სულ ერთია სად წარმოგიდგენია იქ გულში,
იქ სულ ერთიასაც წარმოგიდგენია რაღაცა გინდა და მეუბნები რა არის აუცილებელი პირობა რომ იქ შევიდე და გეუბნები რომ მან შესვლა არ არის დამოკიდებული არც იმ დიდ დღეზე, არც იმაზე, დამოკიდებულია ღმერთზე. ისევე როგორც ბავშვები არიან დამოკიდებული მეურვეებზე, მაგ ვინ შევა, ვინ არ შევა, ღმერთი წყვეტს. და თუ ღმერთზე ხარ დაიმედებული, ნახე, ორი თოკი გიჭირავს. და ფიქრობ, რომელს გაუშვა ხელი, ერთ-ერთს უეჭველი უნდა გაუშვა. რომელს გაუშვებ? რომლის უფრო მეტი იმედიც მაქვს, იმას არ გავუშვებ. დამკაცმა არ გაუშვა ხელი სიმდიდრეს. არა იმიტომ რომ სიმდიდრე იყო ცუდი, ამ კაცის მოტივი იყო ცუდი. ეხლა როცა გესმის რეალურად რა კონტექსტი იყო და რისი თქმა უნდა ამ პასაჟით იმ ხალხს ვინც ჩვენამდე ეს ამბავი მოიტანა, ჩვენთვის უკვე გასაგებია სინამდვილეში რა მიზანს ემსახურება და ვის მიზანს ემსახურება. ყველა ის ნარატივი, რომელიც გეუბნება რომ სიმდიდრე ცუდია ძმაო, ქრისტემ ხო თქვა, რომ მდიდარი უფრო რთულად შევა ვიდრე აკლემი გაძურებაო. თავარია გესმოდეს, მუდმივად ხედავდე იმ შაბლონებს, რომელსაც ყოველთვის სამყაროს დასაწყისიდან დღემდე იყენებენ ადამიანების შესაძლებლად გაუბედურებისთვის, გაღატაკებისთვის და ასე შემდეგ. მე გულწრფელად მჯერა, რომ ბიბლია არის ერთ-ერთი საუკეთესო სახელმძღვანელო, ოღონდ არა მხოლოდ რელიგიური. არა მხოლოდ რელიგიური, რელიგიური ვაფშე არ არის. ბიბლია არის წიგნი, რომელიც მოგვითხრობს პიროვნებაზე, რომელიც არის სულიერი პიროვნება, ღმერთი, მამა, ძე, სამების გჯერა, არ გჯერა, სულ ერთია. შემოქმედზე, რომელიც არის სულიერი პიროვნება. ეს პიროვნება არ არის რელიგიური, სულიერია. რელიგიური არ არის. ადამიანებმა, რომლებმაც შემდეგ სხვადასხვანაირად განმარტეს და ეს განმარტებები გაუზიარეს სხვებს და როცა იმ სხვებმა გაიზიარეს, ეს ადამიანები იქცნენ რელიგიებად. და მე წააყარეს ერთმანეთს რომ შენ ეგრე რატო გესმის, მე ესე რა მნიშვნელობა აქვს როგორ ესმის და იქით თუ ბედნიერად გძნობ თავს გაატარე. მაგრამ თუ მოკლედ ტელეფონმა დამირეკა, აღარ მახსოვს სად ვიყავი, იმდენი ხანი ვილაპარაკეთ. კომენტარებში გამიზიარეთ, თუ არის თქვენთვის საინტერესო ყოველდღიური ცხოვრების, ყოველდღიური მოვლენების ამ წიგნის, ბიბლიის პერსპექტივიდან განხილვა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არ ემთხოვდეს რომელიმე კონკრეტულ რელიგიურ ხედვას და ეგ ძალიან კაია, ანუ ნებისმიერი განსხვავებული აზრი, მინიმუმ, ან დაგარწმუნებს შენი ძველი აზრის სისტორეში, ან ეჭვს შეგადიდებს. ნებისმიერ შემთხვევაში კაია. ხო, რაღაც უნდა მეთქვა. ნახე, რა არის აბა ადამიანის მიზანი, თუ არა ის, რომ რა შენი აზრით? რა მიზნით შექმნა ღმერთმა ადამი და ევა? არ დაუმალავს პირდაპირ უთხრა. პირდაპირ უთხრა, შექმნა და უთხრა. ეხლა ამათ შეგეძლო, ეხლა რა უნდა ვქნათ? ყველაფერია ირგვლივ. რას გვინდოდა? არაფერი არ გვაკლია და რა ვქნათ? ეხლა ვიტანტალოთ წინ დაუგან. და ღმერთმა უთხრა, რა კაცო, რა უნდა იტანტალოთ? ინაყოფიერეთ, ანუ იყავი ნაყოფიერი, მაგრამ არ არის მხოლოდ საკმარისი იყო ნაყოფიერი. ეს არის თესლი, რომელიც არის ნაყოფიერი. მაგრამ ამ თესლმა, რომ ეს თესლი რომ გამრავლდეს, რა უნდა ქნას? უნდა გამრავლდეს, ყოჩახ. ერთი უთხრა. იყავი ნაყოფიერი, ანუ ინაყოფიერეთ, გამრავლდით რაღაცა ქენითო. ეს არის იყავით, ნახე, იყავი ესეთი და ესეთი ნაყოფიერი. მე რა ქენითო? გამრავლდითო, გამრავლდით არის ქნა, რაღაცა უნდა ქნა. მე რა ქენითო? დაეპატრონეთო. დააპატრონება რა არის? ქონა. ღმერთმა უთხრა, რაც უნდა ექნათ და რითიც უნდა ყოფილიყვნენ დაკავებულები. ჩვენი დანიშნულება არის ვიყოთ ნაყოფიერები, მაგრამ რა არის ნაყოფიერები? უბრალოდ ესე ცხოველებივით გამრავლდეთ? არა, რაღაცა სხვა თესლიც უნდა გავამრავლოთ. და რა თესლზეა საუბარი? ერთ-ერთი განმასხვავებელი რაღაცა, რასაც რითიც ადამიანი განსხვავდება ცხოველისგან და ხდება, რის გამოც არის ღვთის მსგავსი, არის რომ თითოეულ ჩვენგანში ეს ხარ შენ. ღმერთმა შენში
ჩადო თავისი სული შემოქმედმა შენში ჩადო თავისი სული იმისთვის რომ ეს გექნა და გითხრა ყოჩახ ეხლა ეს რაღაცა რაც შენში ჩავდე კრეატიულობა შემოქმედებითობა პირველ რასაც ღვთის შესახებ ვიგებთ არის ის რომ შემოქმედია თავდაპირველად ღმერთმა შექმნა შემოქმედია და პირველი რასაც ჩვენ შესახებ ვიგებთ არის ის რომ შეგვქმნა მის მსგავსად შემოქმედმა შეგვქმნა მის მსგავსად ანუ შეგვქმნა პატარა არსებები რომელსაც შემოქმედებითობა შეუძლიათ და ჩვენი მიზანია რომ ჩვენი ეს უნარი კრეატიულობა შევქმნათ რაღაცა სიკეთეები რაც შეიძლება ეს ისედაც ნაყოფიერი თესლია მაგრამ რა უნდა ვქნათ რაღაც უნდა ვქნათ გავამრავლოთ და თუ ამას ვიზამთ და მოხდება გვექნება რაღაცეები თუ ამ თესლს აძლევ პოტენციალს რომ გამოავლინოს თავისი მაქსიმალური პოტენციალი გიხსნის კიდევ ახალ პოტენციალს და როცა იმ თესლს რომელსაც თესავ იმისთვის რომ ეს გამრავლდეს როგორც ხე მიწისგან ხარ შექმნილი ჩათვალე სიმბოლურია თუ არ ვიცი როგორია ზუსტად იგივე პროცესს გადის ის პოტენციალი რომელიც ღმერთმა შენში ჩადო კრეატიულობა რაც შენში ჩადო ცხოველი არ არის კრეატიული ერთადერთი არსება ხარ რომელიც არის კრეატიული და იმიტომ ხარ კრეატიული რომ მაგითი ხარ ღვთის მსგავსი ღმერთს უნდოდა რომ მისი მსგავსი შეექმნა და ეხლა ეს რითი გვგავდესო და რა ვიცი ცხოველივით ფილტვი ამასაც აქვს კიდე რა აქვს არა ეგ მაგ ყველაფრით ცხოველს გავსო მაგრამ ჩვენ რითი გვგავდესო და რა შეუძლია იმათო შემოქმედება არ შეუძლიათ კრეატიულები არ არიან ჩვენ კრეატიულები ვართ დავა ესეც კრეატიული იყოსო და ღმერთმა შენში ჩადო კრეატიულობის მარცვალი რომელიც ზუსტად ესე უნდა გაამრავლო და როცა ეს ნაყოფს გამოიღებს ეს ნაყოფი უნდა მისცეს ხვებს ვისაც ეს ნაყოფი ჭირდებათ იმიტომ რომ არც ერთი ნაყოფი არის ხამს არც ერთი ხე არის ხამს ნაყოფს იმისთვის რომ თვითონ ჭამოს მაგრამ როცა ნაყოფს ისხამს და სხვები ჭამენ მისი თესლი მრავლდება შენი არ ვიცი მაგრამ მე ფრთოვანებაში მოვყავარ ამ რაღაცის გააზრებას გავანაყოფიერო ის შემოქმედებითობის თესლი რომელსაც აქვს უნარის შექმნას სიკეთეები ამ სიკეთეებით მოემსახუროს სხვებს და თუ ამას აკეთებს რა მოხდებაო იყავი ნაყოფიერი გამრავლდი და დაეპატრონე დედამიწასო მაგარია ძალიან კაი დავალება ძალიან სასიამოვნო დავალება ნეტა სხვა არავინ არაფერი მითხრას მაგრამ თუ ყველაფერი ესე მარტივია რატო ხდება ისე რომ ვიღაცეები ამ რაღაცას ურევენ ან ზოგადად რაიმე მნიშვნელობა ქონდა ამ რიგითობას იყავი ქენი იქონი რო ავურიო და სხვანაირად ვქნა თუ როგორც კი ამას აურევ ხშირად კრიმინალი ნახე რა არის ნახე ძმაო ნახე რა საინტერესო რაღაცები დაალაგდეს კრიმინალი ნახე რა არის არსებობს რაღაცა რაც მინდა რომ მქონდეს ეს არის ქონა და ეს მინდა რომ მქონდეს ოღონდ ისე რომ არ გავხდე ადამიანი რომელიც ნაყოფიერია რომლის ქმედებები ნახე შენი ქმედებები რა ნაყოფს გამოიღებ დამოკიდებულია თესლზე რომელიც შენი იდენტობის ნაწილია თესლზე რომელსაც თესავ ეს გამომდინარეობს შენგან როგორი ხარ თუ კაი ტიპი ხარ ან კაი რა ისედაც კაი ტიპი ხარ თუ ისეთ ტიპი ხარ რომელსაც ის ნაყოფი გამოაქვს რა ნაყოფის გამოტანა ისედაც ხდის იმის მფლობელად რაც გინდოდა მაშინ ყველაფერი ნორმალურადაა მაგრამ საკმარისია გინდოდეს დაეპატრონო ამას ისე რომ არაკეთო კაი ისე რომ არ ქონდეს კაის კეთების უნარი განვითარებული შეეცდები რომ ისე რომ არ იმსახურებ დაეპატრონო ამას და ამას ადამიანები აკეთებენ იმიტომ რომ ეშმაკი მოვიდა და თქვა რომ რა ქენითო იყავი ნაყოფიერი რაღაცები ქენი და დაეპატრონებითო მე ვეტყვი ადამიანებს როგორ მოიპარონ რატო გახდა საჭირო რომ ღმერთს ეთქვა ადამიანებისთვის რომ არ მოიპარო ძმაო იმიტომ რომ ვიღაცები იპარავდნენ
ხო რა თქმა უნდა ღმერთს რომ ის უნდქე რო არ მოკვდე. არა, არ ყოფილა ამის საჭიროება, ისედაც უნდქავთ. მაგრამ რა კი იპარავდი, მე რა გახდა საჭირო რომ ხო არ გადავდო, არ მოიპარო. მოპარო არ გჭირდება, იყავი ნაყოფიერი. გაამრავლდი და ეგ რაღაცა ისედაც გექნება. ხა რთულია ძმაო, იყავი ახლა მე ჯერ ხომ ეს თესლი უნდა დავთესო. მე ახლა ამას მოუვარე. მე ნაყოფს რო გამოიღებს ახლა სხვას მიეც ახლა ამაზე იჩალიჩე. იმისთვის რომ რასაც სანაცვლოდ მივიღებ, ის ნაყოფი მივიღო, რომელიც სხვამ ჩემთვის შექმნა. მაგას არ მირჩევნია ძმაო, პირდაპირ. დავეპატრონო, დავიპყრო, წავართვა, მოვიპარო, მოვკლა. არა, არ ჯობია, მაგისთვის არ ხარ. გაიგეშენა. ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც, ნახე რა საინტერესო რაღაც უნდა გითხრა. რამხელა პოტენციალი აქვს იმ თესლს, რომელიც პირადად შენშია ჩადებული, შემოქმედებითობას. რამხელა პოტენციალი აქვს. მე მგონი ძალიან საინტერესო ვიდეო გამოგვდის ასე დაუგეგმავთ. რამხელა პოტენციალი აქვს შენი აზრით? ეს არის ვაშლი. გაჭრილი ვაშლი. მეორე ნახევარი აღარ არის. ეს არის შიგნიდან ეს ვაშლი, ეს არის ყუნწი ვაშლის და აქ არის რამდენიმე თესლი, 5-6 წალი თესლია. ერთი ვაშლი თუ ვიღაცამ შეჭამა, რამდენი თესლი დარჩა ხელში? 6 თესლი. ერთმა მოგცა 6 თესლი. მაგრამ 6 თესლი რამდენ ვაშლს უდრის? 6 ვაშლს უდრის? არა, სავარაუდოდ შეიძლება 4 ან 5 გამრავლდეს იქიდან, შეიძლება 3 გამოიღოს ნაყოფი, ზოგიერთმა არ გამოიღოს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში თუნდაც ერთმა რო გამოიღოს 6-დან ნაყოფი. ხე რო გაიზარდოს. მინიმუმ ერთ ხეს მოგცემს. ეს ერთი ცალი მარცვალი მოგცემს ერთ ხეს. ხე კაია. იმიტომ რომ ჩრდილი აქვს, მაგრამ ჩრდილის გარდა კიდე რაღაცეები აქვს. ფოთლების აქ კიდე რაღაცეები აქვს. კიდე რა აქვს? მართალია ვაშლებს ისხამს, ბევრ ვაშლებს ისხამს ეს. წყაბან. და რამდენჯერ ისხამს? ერთხელ? არა, მილიონჯერ. მილიონჯერ რა, მაგრამ წლები, არ წლეულები. მაგარია, ნახე, ერთმა თესლმა რომ ამას ეს მაგალითი არის, რამხელა პოტენციალი აქვს იმ თესლს, რომელიც ღმერთმა შენში ჩადო. იმიტომ რომ ნებისმიერი თესლი, რომელიც სადღაც ჩადო, გაჩვენებს პოტენციალს. და იგივე პოტენციალი აქვს ზრდის იმას, რაც შენშია ჩადებული. ოღონდ ამას ჭირდება თუნდაც ერთს სწორი ნიადაგი შეურჩიო, სწორად მოუარო. იმისთვის რომ მისცეს საშუალება, რომ ის პროცესი დაიწყოს, რომელიც თესლში ისედაც ჩაწერილია. კიდე კაი რომ შენი საქმე და ჩემი საქმე არის მარტო დათესვა და მორწყვა. არავინ არ მთხოვს ახლა ამას, ამინდი შეურჩიე, სეზონი შეურჩიე, მერე იმან აქ სწორად წამოიღოს ამ თესლმა რაღაცა, მერე აქ სწორად ამოხეთქოს, მერე ტანი კარგად გაიკეთოს, ამაზე ვაფშე არ ჩალიჩო. პროსტო დათესვა, მორწყვა, რაღაცა ველური მოაშორო, იმიტომ რომ ხელი არ შეუშალოს იმ თესლის გაუგებას, რომელიც ღმერთმა შენში ჩადო. და ახლა ნახე, თითოეული ეს ვაშლი რას გაძლევს? არ გადავ. კიდე 500-ს ხო ისხამს. 500-ში თითოში ხო ამდენი თესლია. და ამას ხო წლები გაძლევს. შენ ახლა გჭირდება, თუ გინდა რომ ის თესლი, რომელიც შენი ხელიდან გავიდა, მეტი გახდეს, უბრალოდ მისცეს საშუალება, რომ სხვა მისარგებლოს, სხვა გაძღეს ამით. სხვამ დაიკმაყოფილოს თავისი საჭიროებები. მოგლეთ მიხვდე. შესაბამისად, როცა ესე გესმის, შენ ხვდები, რომ ჩვენ არ ვცხოვრობთ შეზღუდული ეკონომიკის პრინციპებით მოწყობილ სამყაროში, რომელიც გულისხმობს შემდეგ რაღაცას. შეზღუდული ეკონომიკა. ეს არის ის გააზრება, როგორც ესმოდათ იმ ადამიანებს, ვინც დააფუძნა დღევანდელი განათლების სისტემა. და ადამიანებს უთხრა, მოკლედ, ბევრი რაღაცა უთხრა, მაგრამ მიხვდები რითი განსხვავდება. ესე ესმოდათ ეკონომიკა როკფელერს, კარნეგის, იმ კარნეგის არა, ცუდ კარნეგის. შეზღუდული ეკონომიკის პრინციპით მოწყობილი სივრცე გამოიყურება ეს. ეს არის ქარხანა. ეს ქარხანა აწყობს პურს.
აქ არის ფქვილი. ესეთი. ფქვილის ტომარა. თუ ბევრ პულს გამოვაცხობთ და გავცემთ, აქ ცოტა ფქვილი დარჩება. შეზღუდული ეკონომიკის პრინციპით მოწყობილი ეკონომიკა, შეზღუდული ეკონომიკის პრინციპით მოწყობილი ეკონომიკა როგორც არის? გულისხმობს იმას, რომ მოხმარება, აქ ბევრმა ხალხმა ჭამა ეს პური და ბევრმა მოიხმარა. ამცირებს წარმადობას. იმიტომ რომ თუ ბევრ პურს შეჭამთ, ცოტა ფქვილი დარჩება მეტი პურის გამოსაცხობად. მაგრამ სინამდვილეში ჩვენ ვცხოვრობთ ესეთი პრინციპით მოწყობილ სამყაროში, ბაღის პრინციპით მოწყობილ საწარმოში და არა საცხობის პრინციპით. ბაღის პრინციპით მოწყობილი ეკონომიკა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, არის უსასრულო პრინციპით მოწყობილი ეკონომიკა. რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი, რასაც ბუნება გაძლევს, თუ ამას მეტს მოიხმარა, აქ თუ ბევრი ადამიანი ამას მოიხმარს, მოხმარება ზრდის წარმადობის პოტენციალს. როცა ესე გესმის, შენ ხვდები, რომ თუ შენ ბევრ ფულს იშოვი, ამით არავინ არ ღარიბდება. როცა ესე გესმის, შენ გონია, რომ ტიპები, რომლებმაც ბევრი ფული იშოვეს, ამან გამოიწვია შენი გაღარიბება. იმიტომ რომ ნახე, როცა ესე გესმის, რომ იცი რა ეკონომიკა არის ერთი ესეთი პიცის ნაჭერი, ან არ ვიცი, პურის ნაჭერი, სულ ერთია რაც გინდა დაარქვი. და ამან თუ ორი ნაჭერი აიღო ამ ტიპმა, ამან თუ ორი აიღო, მაშინ მე ორი დამრჩება. და მე თუ 4 ნაჭერი მინდა, ესე 4-ვე თუ მე მინდა, მაშინ ეს მშიერი დარჩება და მოვკვდება. და სინამდვილეში ეგეთ გარემოში არ ვცხოვრობთ. შენ თუ ბევრ ფულს შოულობ, ეს ანიშნავს, რომ ამის გამო სხვა ცოტა შეხვდება. სიგიჟეა, ფულს ბეჭდავენ, ბიჭო, თან ის ხო არის დეფიციტური რესურსი ხო არის, ბეჭდავენ, ანუ ბეჭდავენ. და ის რომ შენ ფული არ გაქვს, არ არის შენი სიღარიბის მიზეზი, არ არის ის რომ სხვას ბევრი აქვს. ნახე, წარმოიდგინე. უარი თქვა სიმდიდრეზე, კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ ფული სიმდიდრის ერთ-ერთი გვერდითი მოვლენაა. როცა დაკავებული ხარ ამ პროცესით, აი ამ პროცესით, ხარ მდიდარი და ფული გვერდითი მოვლენაა. არა ეკვივალენტია და არა უდრის. გვერდითი მოვლენა. არსებობენ ადამიანები, ვისაც ბევრი ფული აქვს, მაგრამ მდიდარი არ არის. მაგალითად ეს ტიპი, რომელსაც არ აქვს უნარი ინაყოფიეროს, გამრავლდეს და ესე დაეპატრონოს ქონებას, ამ ადამიანს შეიძლება ქონება ქონდეს, მაგრამ მდიდარი ვერ იქნება. მდიდარი არ არის, იმიტომ რომ მდიდარი არის პროცესი და თვისება, როცა დაკავებული ხარ ამ რაღაცით, სიმდიდრე. ეს იგივეა, ანუ უარი თქვა სიმდიდრეზე, იმიტომ რომ სხვა გაღარიბდება, ეგ ნიშნავს იმას, რომ გჯერა აი ამ სიუჟეტის და ამ სიუჟეტს ასწავლიან ეკონომიკას, ესე ასწავლიან უნივერსიტეტებში, სკოლებში, საინფორმაციოებში და ყველგან. მაგრამ როცა გჯერა ბაღის პრინციპით მოწყობილი ეკონომიკის, შენ ხვდები, რომ მე თუ ეხლა ღრმად ვსუნთქავ და ჟანგბადს მოვიხმარ. ამის გამო შენ არ გაიგუდები. ახლა წარმოიდგინე, რომ მოვდივარ ეს და მეკითხები რა გჭირსო და ცოტა სუნთქავ, რომ შენ მეტი დაგრჩეს. ხო მეტყვი ხوار გაგირეკია. ხო და ხوار გაგირეკია ძმო, თუ ფიქრობ, რომ ვიღაცის გამდიდრება შენი გაღარიბების მიზეზია. გაიგეჩენა. ხო, კიდე რა თემები მინდოდა გამეზიარებინა. მოკლედ, შეიძლება ერთი ვიდეო არ გვეყოს, იმიტომ რომ მხოლოდ პირველი თავი რო აიღო ბიბლიის, პირველი წიგნის პირველი თავი. რამდენჯერაც ამდა წაიკითხო? შეიძლება გაგიშდე ძმო, იმდენი სიღრმე ნახო, რომელიც პირდაპირ პასუხობს შენს ყოველდღიურ საჭიროებებს. ეს რაღაცა, აი ეს პროცესი. ნახე, აი ეს პროცესი. რაც ღმერთმა თავშივე გვითხრა, რომ იყავი ნაყოფიერი, გამრავლდი და დაეპატრონე. ეს არის რაღაცა, რასაც ქვია ბიზნესი. რასაც ქვია მეწარმეობა. რა შვება მეწარმე? მეწარმე თავისი შემოქმედებით, კრეატიულობით ქმნის რაღაცას, ხდება ნაყოფიერი. შემდეგ ამას ამრავლებს და თუ ეს საკმარისად კარგი ნაყოფია,
მისთვის კი არა, სხვებისთვის არის მდიდარი. და რატომ მდიდარი? იმიტომ რომ რაღაცა კაი გააკეთა სხვისთვის. და მაგარია. ბიზნესის და ბიზნესმენობა, მეწარმეობა არის რაღაცა, რასაც თუ სწორად უდგები, ჩათვალე რომ ასრულებ შენს იმ დანიშნულებას, რომთაც ღმერთმა გაგვაჩინა. გაამრავლო სიკეთეები და მოახმარო საკუთარი თავის გარდა სხვებს. მოკლედ, შეგვიძლია შემდეგ ვიდეოში, თუ საინტერესო იქნება, გავარჩიოთ ამ ორი თემიდან ერთ-ერთი. უბრალოდ კომენტარებში გამიზიარეთ, რომელი უფრო საინტერესო იქნება შემდეგი ვიდეოსთვის. გავაზიაროთ ამ ორიდან ერთ-ერთი. მე შევხედო ხوار გაიჩიშა. ტაქს, გავაზიაროთ. 1. ბიზნეს გეგმა. უტყუარი და უნივერსალური ბიზნეს გეგმა, რომელიც ჩანს დაბადების პირველივე თავში, პირველივე მუხლებში, საიდანაც ვიგებთ სინამდვილეში როგორ არის აწყობილი ჩვენი სამყარო. ჯერ არ სულ ერთია, უბრალოდ რავი თუ დაამუღამებ, დაინახავ შაბლონს, მე ამ შაბლონს აიღებ, გამოიყენებ სხვაგანაც და აქაც იმუშავებს. რატო? იმიტომ რომ ჩვენ ცხოვრობთ ურთიერთ დაკავშირებული ნახე ჩვენ ცხოვრობთ გარემოში და სამყაროში, სადაც პროცესები არის გაავტომატიზებული. ბუნების კანონი, ფიზიკის კანონი, ქიმიის რაღაც პრინციპები, როგორც არ უნდა შეხედო, სინამდვილეში არის ავტომატიზაციები. მაგალითად, ავტომატიზაცია, როცა სიტყვაზე ვამბობ, ვიღაცამ ჩემს Facebook ვიდეოზე დაწერა პლუსი და ეს თუ არის გაავტომატიზებული, კომენტარში დაიწერება თქვენთან პირად შეტყობინებაში გამოგზავნილია ლინკი. მიიღეთ? ნახე, ავტომატურად მიიღო ეს პასუხი და ამ დროს პირად შეტყობინებაში გაეგზავნა პასუხი. რატომ? იმიტომ რომ გაავტომატიზებულია, თავისთავად ხდება. ერთხელ დაპროგრამდა და შემდეგ ესე აგრძელებს. მაგალითად, გრავიტაცია და მიზიდულობის ძალა დედამიწის ავტომატიზაცია. როცა ვიღაცა ფეხს გადადგამს ისეთ ადგილას, სადაც ქვეშ მიწა არ იქნება, ეს უნდა მოხდეს. ავტომატიზებულია. ამ სამყაროში უამრავი ავტომატიზაციაა. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ დაამუღამებ რა ავტომატიზაციებია ერთ სფეროში, ამას ამოიღებ და მოარგებ შენ სფეროს, სხვა სფეროს, იქაც იმუშავებს. ამრიგად არის ბიბლია ერთ-ერთი ზესაინტერესო წიგნი, იმიტომ რომ თავიდან ბოლომდე ვხედავთ ავტომატიზაციებს, პრინციპებს, კანონებს, რითიც ეს სამყარო იმართება. და ჩვენ როგორც მის მსგავსებს, ღვთის მსგავსებს, ყველაფერი გვიმარტივდება მაშინ, როცა ამ პრინციპებს ვიყენებთ. ხო მიხდი? მაგალითად, მეორე თემა, რომელიც შეგვიძლია განვიხილოთ, არის როგორ შევქმნათ სიკეთეები, ანუ რაღაცეები, რაც სხვებისთვის იმდანად ღირებული იქნება, რომ ადამიანები მოვლენ და სიხარულით გადაგვიხდიან ამაში ფულს. იმისთვის, რომ ამ ფულით ავდგეთ და მერე ის ვიყიდოთ, რაც სხვა ადამიანებმა შექმნეს საკუთარი თავის გარდა სხვებისთვის, ჩვენთვის. და როცა სხვებისგან ყიდულობ იმას, რაც იმ კაცმა კაი გააკეთა. ეხმარები ამ პროცესს, რომ იტრიალოს. მოკლედ, თუ ამას კარგად დაუმუღამებ, ხო ხვდები რა მაგარ სამყაროში ვცხოვრობთ და რა სიმახინჯეა ირგვლივ გამეფებული, როცა იმ რაღაცა, რაც ძალიან მარტივია გასაგებად, დასაკვირვებლად და გასამეორებლად, ვიღაცამ იმდენად ბევრი იმუშავა, რომ ამ მარტივ რაღაცას ვერ ხედავთ და სადღაც სხვაგან ვიყურებით და რაღაცა სხვა იდეებით ვართ გართული. არ და დაკავებული თუ ხარ, განავითარო შენში კრეატიულობა. გახდე ნაყოფიერი. მერე გაამრავლო ის რაღაცა, რაც კაი იქენ დათესო. მე რა უნდა მე რომ მოისხამს ნაყოფს, ასარგებლო სხვებს. მაგარია. ხარ ბედნიერი, ხარ კმაყოფილი და ასე შემდეგ. მოკლედ. მესამე საკითხი, არ ვიცი თქვენ შემომთავაზეთ რა იქნება საინტერესო.
მე ვფიქრობ, რომ ეს ერთ-ერთი ზესაინტერესო საკითხია, ეს ზესაინტერესო საკითხია და მესამე არ ვიცი, მე თუ მომაფიქრ და მეც წამოგეწევთ. წარმატებები. გააკომენტარეთ, გააზიარეთ, მოიწონეთ, გამოიწერეთ. არ ვიცი, ხელი შეუწყეთ ამ არხს განვითარებაში. იმიტომ რომ რაღაცნაირად თუ ძალიან არ მომინდა რაღაცების გაზიარება, ისე ვერ ვიცლი YouTube-ის ვიდეოებისთვის. და როცა ხედავ აქტიურობას და ინტერესს უშუალოდ YouTube-ის კონტენტზე, მაძლევს მეტ მუღამს, რომ რაღაცები გაგიზიაროთ, რაც მე მაგალითად აღმაფრთოვანებს, მადგება, სხვა ხმარები ადგება და ასე შემდეგ. ხშირად არის, რომ თითოეულ ვიდეოზე მე პირად ჩიმწერენ ადამიანები, რომ ძალიან კაი იყო, ეს იყო საინტერესო, ეს იყო, ეს გავიგე, ისე გავიგე. ეგ რაღაცები ვიდეოების ქვეშ გამიზიარეთ. ამითი ერთი რომ მუღამს გამიცოცხლებთ. მეორე ვიდეოებს უფრო მეტი ნახავს და გვერდი, რომელიც ისედაც არ არის გასართობი და თავშესაქცევი, უფრო მეტის გულამდე და ყურამდე მივიდანთ. იმიტომ რომ ნახე, ჩვენ ცხოვრობთ გარემოში, სადაც ადამიანის ქმედება, ეს არის ადამიანი. ადამიანის ქმედება განპირობებულია ორი მთავარი რაღაცით. ან გაურბის ტკივილს, ან მისდევს სიამოვნებას. ადამიანების უმეტესობა მთელი დღე და ყოველ დღე არიან შფოთვაში, ტკივილში და ტანჯვაში, იმაზე დარდით, როგორ დაიკმაყოფილონ ელემენტარული საჭიროებები, როგორ ნახონ იშოვონ უკეთესი სამსახური, როგორ გადაიხადონ კრედიტები, როგორ გადაიხადონ სწავლის ფული, ჯანმრთელო რაღაცა და მედიცინის სამედიცინო ხარჯები, უამრავი რაღაცა. და მთელი დღე ამ ტკივილს ან ეჭიდავებიან, ან გაურბიან. და როცა სოციალურ ქსელში შემოდის, ამ ტკივილისგან თავის დაღწევის ერთ-ერთი უმარტივესი გზა არის გაყუჩება მისი. როგორც როცა რაღაცა საოპერაციო გაქვს და გაწუხებს, ორი ვარიანტია. ან უნდა ოპერაცია გაიგეთო, ან უნდა გაიყუჩო. ოპერაცია მტკივნეულია, გაყუჩება სასიამოვნოა. ამიტომ უმეტესობა, ვინც ტკივილს გაურბის სიამოვნებისკენ, სოციალურ ქსელში დროს ხარჯავს გასართობ და სწრაფ სიამოვნებაზე გათვლილ კონტენტთან. დოპამინ, ანუ კონტენტთან, რომელიც აძლევს დოპამინს. ძალიან ცოტა ხვდება, რომ იცი რა, ტკივილისგან გაქცევას ჯობია, რომ ეს მოვაგვარო, მაშინაც კი, როცა ოპერაცია შეიძლება ბევრად მტკივნეული იყოს. იმისთვის, რომ ოპერაცია ნაკლებად მტკივნეული იყოს, ხშირად ვაკეთებთ შემეცნებით გასართობს. რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანი თან ერთობა, ანუ ანესთეზიას იკეთებს და თან შემეცნებით, მაგრამ ხშირ შემთხვევაში გასართობი კონტენტი, იმდენად გასართობი ფორმატის მოფიქრება და მოწოდება და მომზადება იმდენად შრომატევადია, რომ თუ ეს უნდა გაკეთდეს შემეცნებითობის ხარჯზე, მე პირადად მირჩევნია, რომ გავაკეთო უფრო შემეცნებითი კონტენტი, ვიდრე გასართობ შემეცნებითი, სამაგერთ ამას არ დავაგო. მაშინაც კი როცა მესმის, რომ თუ მხოლოდ შემეცნებითი იქნება, ამას ნაკლები ინტერესი ექნება, იმიტომ რომ რომელი გიჟი გაიკეთებს ოპერაციას ანესთეზიის გარეშე. ხვდები? ცოტა გიჟი. შესაბამისად, ჩემი კონტენტი ძირითადად არის ისეთ გიჟებზე, ჩემი გიჟებზე, რომლებსაც ურჩევნიათ, რომ ტკივილი მოაგვარონ, მაშინაც კი როცა ანესთეზია არ იშოვება, სამაგიეროდ ცხოვრება აღარ გაატარონ ტკივილისგან გაქცევაში. იმიტომ რომ რაც უნდა ტკივილს გაიქცეს, ხვალ სხვა დაგხვდება. პრობლემა ის კი არა, რომ ტკივილს გაურბი ხარ, პრობლემაა, რომ მთელი ცხოვრება ერთი და იგივე ტკივილს გაურბი ხარ. მიხვდი. წარმატებები.